ყურადღებით. ავტომფლობელებო, ავტომოყვარულებო, ავტომანებო, საგანგებოდ თქვენთვის ავტოსიახლეები, ავტოფაქტები, ავტონიუსი, ავტოისტორიები, ავტონოვაციები, ყველაფერი ავტომობილების შესახებ. ავტოპორტალი ავტობოქს-G და რადიო იმედი წარმოგიდგენთ ერთობლივ პროექტს ავტობოქსი. ეთერშია გადაცემა ავტობოქსი, ჟურნალისტი ზაზა ჭიტანავა გახლავართ. როგორ მოვაგოროთ დედაქალაქში საცობისა თუ პარკინგის პრობლემები, როგორ განვაახლოთ ქვეყანაში მოძველებული საავტომობილო პარკი. ესაა ის თემები, რაზეც დღეს ვისაუბროთ ჩვენ სტუმართან. მის წარდგენამდე კი ტრადიციულად შევახსენებთ რადიოს მსმენელს, რომ ჩვენთან ურთიერთობისთვის გაქვთ რამდენიმე საშუალება, მათ შორის არის ტრადიციული სატელეფონო კონტაქტი, შეგიძლიათ პირდაპირ ეთერში დარეკოთ ტელეფონის ნომრებზე 292 11 88 292 11 99 და დასვით კითხვები, ან შეგვეხმიანეთ Facebook-ის გვერდზე, Facebook-ში აკრიფეთ ავტობოქსი. ავტოპორტალი ავტობოქს-G და რადიო იმედი წარმოგიდგენთ ერთობლივ პროექტს ავტობოქსი. შალვა ოგბაიძე, საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტი და თბილისის საკრებულოს დეპუტატი გრძანდება ჩვენთან. დავაანონსე ბატონო შალვა ის თემები, რაზეც ჩვენ ვისაუბრეთ, მაგრამ არ შემიძლია ჩემი ემოცია დავმალო და ამ ფორმალობას ცოტა გვერდზე გავწევ რამდენიმე წუთით და უნდა კითხოთ თქვენს მანქანაზე, რომელიც არის ელექტროავტომობილი. მივესალმები ამ არაჩვეულებრივ გადაცემას ავტომობილო თემატიკაზე, ზოგადად ავტომობილიზაციის თემატიკაზე მიწუნილი ამ რადიო არაჩვეულებრივ გადაცემას და მე ვიცი რომ ეხლა უმეტესი მსმენელი ჩვენ მაინც ავტომობილის საჭესთანჯდომი ადამიანები გვყავს და თითოეულ მათგანს უსურვებ უსაფრთხო და უსაცობო მგზავრობას სახში შვიდობით მისვლას და ეს არის გადაცემა ჩემი მხრიდან დავძენდი და მისი სოციალური ასე თქვათ ქსელის თან ესეთი მეგობრულად განწყობილი გვერდი ავტობოქსი საიდანაც ესეთი უზარმაზარი რაოდენობა ადრენალინი იღვრება და ესეთი ბენზინის სუნითარი გაჟღენთილი ასე რომ ძალიან მომწონს ეს სიამოვნებით გეწვიდა რაც შეეხება თქვენ შეკითხვას ამანქანად მოვედი რა ავტომობილით მოვედი მე ძალიან დიდი სიამოვნებით დავდივარ ავტომობილით რომელიც არის განკუთვნილი ელექტრომობილების ასე თქვათ პოპულარიზაციისათვის, პრომოუშენისათვის 5 წელი ესეთი პატარა კოპცია სრული ელექტრომობილი Mitsubishi AIMEV აჩუქა იაპონიის თავრობამ საქართველოს თავრობას და მე მოხვდი ამ ასე თქვა ტესტირების პროექტში და გარკვეული გარბენის შემდეგ ჩვენ ვაწვდით რეპორტებს თითქმის 1 წელია მე უწევ ექსპლუატაციას ამ ავტომობილს და პირველი რაც არის ის რომ ეს ავტომობილი ხო ერთგვარ ჩვენ ქართულ მენტალიტეტს ავტომობილთან დამოკიდებულებაში სული ამსხვრევს იმიტომ რომ ჯერ ყველაფერს თავი გავარნებოთ აი გასული წლის განმავლობაში თუ კი საშუალო სტატისტიკურ გარბენს გავითვალისწინებთ ერთი ავტომობილის დაახლოებით 18-20000 კილომეტრი წელიწადში ხო მე უკვე ეკონომია გავაკეთე 3500-დან 4000 ლარამდე თანხის ეს არის 1 წლის განმავლობაში დიახ ეს ძალიან მეტად მნიშვნელოვანია ესე იგი თუ კი თქვენ მაგალითად 100 კილომეტრის გავლა ნუ საშუალო სტატისტიკური Golf კლასის ავტომობილი, ნუ მინიმუმ 10 ლიტრს, 9 litrს წვავს 100 კილომეტრზე. ანუ დაახლოებით 20-დან 25 ლარამდე გიწევთ 100 მინიმუმ გიწევთ 100 კილომეტრის გავლა, ხო? აი მე მაგალითად 100 კილომეტრის გავლა მიჯდება ლარნახევრიდან 2 ლარამდე. აი ეს არის განსხვავებული, თქვენ იგრძენით განსხვავება. და საერთოდ ქართველი ადამიანის დამოკიდებულება ავტომობილისადმი მე გვერდს ვერაული ამას არის რაღაც განსაკუთრებული. აი მაგალითად ქართველმა კაცმა ეს უსულო საგანი ხომ რაღაც სულიერ საგნამდე აიყო. აი დააკვირდით ქართველი კაცი როგორ ამბობს. ავტომობილი ჩამოვიყვანე გერმანია. კი ჩამოვიტანე, არამედ ჩამოვიტანე და ხონა ყოლა ავტომობილი ხონა ავტომობილი მყავს, ამბობს ავტომობილი მყავს. კი არ მაქვს, ხო ჩვენს კახელებს შემორჩა და ძირძველი გემრიელი ქართული. აი ავტომობილი ჩამოიტანა. გამიგე კახელები სუფთად მაინც მეტანაკლებად ეს უფრო ქართულთან ეს სხვა კუთხის წარმომადგენლებს ნუ ეწყინებათ, მაგრამ მე ზოგადად ხომ ჩვენზე ვლაპარაკობ ქართველებზე, ამიტომ აი მაგალითად როგორ ამბობენ ჩვენ როგორ ვამბობთ, როდესაც წყალი გაცხ ავტომობილი წყალი ამიდუღა. კი არა, ადუღა. აგიდუღა. ანუ ეს მართლაც ისეთი საწყალი ავტომობილი და ანუ ეს ავტომობილი რაღაცას ეს მიიძლევს. ეს არის ჩვენი ქართული საბჭოთა კავშირის დროინდელი დამოკიდებულის ერთგვარი გაგრძელება, რასაც დრო ჭირდება. საბჭოთა კავშირის დროს როგორ იყო? საბჭოთა კავშირი გეუბნებოდა, რომ შენ უნდა არ უნდა ყავ თუ გეყოლება ერთი ავტომობილი უნდა ყავდე და ესე იგი ამ ავტომობილის შენახვაზე გამოდიოდა სტატიები, ესე იგი ქუჩაში რო გაგიფუჭდება, როგორ უნდა გააკეთო საველე პირობებში. ნუ მოკლედ ლამის რემონტის
გზაზე რემონტის ასე თქვა უნარჩვევებს შეგძენდა გასაკუთრებით მოსკვიჩი ჩვენ დახუმრობდნენ კიდევაც ვინც სიდედრს დედა და მოსკვის მანქანა დაუძახოსო მაგრამ ეს იყო რაღაც საშინელე მოსკვის ხო მანქანა არ ერქვა მაგრამ ნუ ეს იყო მანქანა რომელზეც რიგები იდგა ნუ აღარაფერს ვამბობ ზაპოროჟეცზე რომელიც ცუდი კალკი იყო ცუდი კოპიო იყო თქვათ იტალიური იტალიური რა ქვია ჩინკვეჩენტოსი პატარა მაგალითად ფიატის უკაცრავად მაგრამ ფიატიდან კარგად დავაკოპირეთ ჩვენ 01 არა კი არ დავაკოპირეთ არა მან პატარა შესწორება ესე იგი საბჭოთა ადამიანმა ავტომობილის გემო გაიგო ესე იგი როდესაც საბჭოთა კავშირი დარწმუნდა რომ მას მანქანის გაკეთება არ შეუძლია ხანდახან ქონათ გამონათებები ასეთი გადაწყვიტეს ჭკვიანი ხალხის რჩევას დაუჯერეს და მთლიანად წარმოება შეიძინეს იმ პერიოდში 60-იანი წლების საუკეთესო ავტომობილი 65 წელს შევახსენებ ჩვენს რადიოსმენს რომ Fiat 124-მა მიიღო წლის საუკეთესო ავტომობილი და მაშინ Fiat-ის ზეობის ხანა იყო დაპროექტებული 1960 წელს შემდგომ კონვეიერზე 2 წელიწადში დაიდგა და 65 წელს ხრუშჩოვის პერიოდში დაიწყო ამ მოლაპარაკება Fiat-ი, როდესაც კრიზისი იყო ტურინში და ბრეჟნევის დროს დასრულდა 66 წელს ეს ხელშეკრულება და 70 წელს უკვე ტრიალ მინდორზე აშენებულმა პირველმა ქარხანამ აი Fiat-ის გამოუშვა პირველი ავტომობილი და აი აქედან გაიგო ინამარკის ეგრე მაშინდელი ეგრეთ წოდებული ინამარკის ანუ უცხოური ნამდვილი ავტომობილის გემო საბჭოთა ადამიანმა და ამის შემდეგ ძალიან კარგი არის პროცესი არის შეუქცევი თუმცა ინერციით საქართველო იყო შავი ვოლგის ქვეყანა შავი ვოლგის ქვეყანა ესე იგი შავი ვოლგა ხომ ესე იგი მანქანა და არ უქნია ღმერთს ის არ უხვევდა არ ამუხრუჭევდა უსაფრთხოებაზე ლაპარაკი ზედმეტია მაგრამ შავი ვოლგის ქონა თუ ყოლა ხომ როგორც მაშინ უწოდებდნენ ეს ხასუსობდა ადამიანის სოციალურ სტატუსს ახლა ეს შავი ვოლგა ჩაანაცვლა შავმა რაღაც დიდმა ჯიპმა მოსიარულე შეიძლება შავი აღარ იყოს ესეთი მაგრამ დიდი მანქანა უნდა იყოს მოსიარულე ციხესიმაგრე მიშენებული ლოჯი დაშენებული მასარდით რაღაც საშინელება ნუ რომელიც 25-30 ლიტრს 100 კილომეტრზე მაგრამ ის ადამიანი ძალიან ბედნიერია რომ ასეთი მოსიარულე და მე ვღებულობ საცობებს ნუ საცობებს ხო საცობი ერთი რაც არის დამოკიდებული თავრობის ასე თქვა სტრატეგიის არქონაში რომ არაფერი ხედვა ჯერჯერობით ჩვენ ვერ მოვეწიეთ მე როგორც საკრებულოს დეპუტატი ვამბობ ამას სამწუხაროდ ხანდახან ჩვენ თუ უჯიკებთ რა ქვია ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები და მეორე არის ჩვენი ანუ თითოეული ჩვენთაგანის რაღა დაგიმალოთ და ჩვენი დისციპლინობა და კულტურა იგივე საავტომობილო სამძღოლო არ ვიცი რა როგორ მოდი თვალი დაუდგებს თავრობას არ არსებობს კარგი თავრობა არსებობს უკეთესი ოდნავ წინასთან შედარებით თორე კაი თავრობა არსებობს სანამ ახალი ცოცხია ხო რა თქმა უნდა მაგრამ აი რაც შეეხება ჩვენ მოდი ჩვენზე ვისაუბროთ სამწუხარო ის არის რომ ჩვენ ხშირად ჩვენი ოჯახის წევრები ახალგაზრდა თაობა რომელიც ეხლა იღებს მართვის მოწმობას ის არჩევს სატყალიბდება საერთოდ კულტურა ყალიბდება აი იმ პროცესში რომელსაც პედაგოგიური აღზრდელობითი პროცესი ქვია ეს აი მაგალითად სკოლაში პირველი კლასი რატო არის რომ 10 წლის განმავლობაში ჩვენ რაღაც გარკვეულად პედაგოგთან ურთიერთობით რაღაც უნარჩვევები კონკრეტული აი სამყაროს შემეცნების არ ვიცი ზუსტი მეცნიერების არ ვიცი ჰუმანიტარული რაღაცა ცოდნა გამოცდილება და აღზრდა გვიყალიბდება რატომ არ არის გაუქმებული მაშინ სკოლა და რატო არ უდებთ მაგალითად მოწაფეებს პირდაპირ პროგრამა მივცეთ რომ პირველ კლასში ეს უნდა ისწავლო კომპიუტერზე მეორეზე ეს მესამე და მეათე იმიტომ რომ აი ეს პროცესი დღეს ხომ სამძღოლო უნარჩვევების და კულტურის გამომუშავების არის მოშლილი ავტოსკოლები აღარ არსებობს უბრალოდ ფორმალობის დონეზეა ნუ ფორმალობის დონეზე მოთხოვნა აღარ არის ბატონმა მეულოდ მელაძე მაგნიშნა კარგად სტუმრად რომ მყავდა დღეს ასწავლიან არა მართვის ისა მანქანის სწორად კარგად ტარებას არამედ მართვის მოწმობის აღებას ხო რასაც მე უკვე რაც ცუდად აისახება უკვე მე მოძრაობაში და ასე შემდეგ ესე იგი დღეს ასწავლიან არა ავტომობილის მართვას, არამედ ავტომობილის ტარებას. ტარებასა და მართვის ხელოვნება შორის დიდი სხვაობაა. ჩვენ გადაცემის პირველი ნაწილის დასასრულამდე გვჭირდება და 2 წუთი თუ წუთნახევარი და მოდით რითიც დავიწყებთ იმ თემით დავამთავროთ, შემდეგ უკვე განვაგრძელოთ უფრო მეტი დრო გვჭირდება მეორე ბლოკში. ეს თქვენი ავტომობილი, რომელმაც წლის განმავლობაში დაახლოებით 5000 ლარამდე თუ არ ვცდები, ეკონომია მოგცათ ელექტრო ავტომობილმა, რომელიც არის Mitsubishi-ის ბრენდის, ხო? ევო. რამდენად პრაქტიკულია, იმიტომ რომ დაახლოებით 150 კმ-ს გადის მაქსიმუმ, ხო, კალაში? მისი დატენვა მოდი ასეთი შეკითხვას, კონტრშეკითხვა. ბოლოს ზაზა როდის გაგითავდა თქვენ საწვავი?
გზაში. ალბათ არ გიგთავდებათ. არ გიგთავდებათ, იმიტომ რომ თქვენ აკონტროლებთ. მესმის რომ თქვენ აკონტროლებთ ამას და როგორ ახერხებთ ამ დამუხტვას? სახლში ჩვეულებრივ საყოფად ცხოვრობ დენით 220 ვოლტით. ჩვეულებრივ. გადასახლზე ცხოვრობთ? არა, მე ვცხოვრობ მე-10 სართულზე და იქიდან ჩამოყვანილი იყო ჩვეულებრივი ჩემი სადენი, ჩემი სახლიდან და იმუშავება რამდენ ხანში? ისიც რა, მას აქვს ორი რეჟიმი დამოხტვის. ერთი არის საყოფად ცხოვრებო რეჟიმზე, როგორც კომპიუტერს ტენით გადამყვანით, ამას ჭირდება 2 საათნახევარი 3 საათი და მეორე არის ეგრეთ წოდებული სწრაფი ტურბო დატენვა, რომელიც ქალაქში რო არის დაახლოებით 20 წუთი ნახე, მაგრამ თვითონ ქარხანა დამამზადებელი გვირჩევს, რომ არ ვისარგებლოთ. ნაკლებად რეკომენდებულია. ხო, იმიტომ რომ აკუჭებს იმ როგორც ტელეფონზე სხვადასხვა. იმიტომ რომ ელემენტზე აისახება ცალსახად. ახლა უნდა დავიმთავრებინა, მაგრამ მანიშნეს რომ სატელეფონო ზარია, ყურსასმენი მოვირგოთ, კითხვას მოусმინოთ და შემდეგ გავიდეთ სარეკლამო ჭრაზე. თუ ვერ ვახერხებთ. კარგით, მაშინ რადიოსმენელს მოუხდი ბოდის, თუ შეუძლია რამდენიმე წუთი დაგველოდოს 2-3 წუთი გრძელდება მაქსიმუმ სარეკლამო ჭრა და შემდეგ უკვე მისი კითხვით დავიწყებთ მეორე ნაწილს ბოდის ვიხდი. ავტოპორტალი ავტობოქს G და რადიო იმედი წარმოგიდგენთ ერთობლივ პროექტს ავტობოქსი. ჩვენ კვლავ პირდაპირ ეთერში ვართ, რადიოსმენელს შევახსენოთ, თქვენ უსმენთ გადაცემას ავტობოქსი, წამყვანი ზაზა ჭითანავა გახლავართ, ჩვენი სტუმარი კი ბატონი შალვა უგბაიძია, ავტომობილური ფედერაციის პრეზიდენტი და თბილისის საკრებულოს დეპუტატი. იყო სატელეფონო ზარი, რომელიც სამწუხაროდ გაითიშა და ძალიან გთხოვთ მსმენელს, თუ სურვილი აქვთ ხელახლა გადმორეკონ და ბატონ შალვასთან ერთად ვეცდებით გავცეთ პასუხი, როგორც უკვე მანიშნებენ, არის ზარი პირდაპირ ეთერში ხართ, გისმენთ? გამარჯობა. მე მაქვს კითხვა. დიახ. ჩემ შვილიშვილს ჰქონდა საბუთები ჩამოთქმეული და ისე წავიდა საზღვარგარეთ, რომ ჯერ არ იყო დრო, რომ გამოეტანა. საბუთებში რას გულისხმობთ? მართვის მოწმობას? დიახ. მართვის მოწმობა, დიახ. კი, ხო და შეიძლება ეხლა უკვე გასულიც არის და ყველაფერი და შეიძლება ეხლა რომ მოგაკითხოთ და დავიბრუნოთ და გაუგზავნო ისევ საზღვარგარეთ ეს საბუთი. მართვის მოწმობის მიღების გარეშე ის ადამიანი წავიდა უცხოეთში და ჭირდება მართვის მოწმობა, რომელიც უნდა აიღო? კი. მე ურჩევდი ჩვენს მსმენელს მოგესალმებით კიდევ ერთხელ, რომ თქვენ უნდა მიაკითხოთ ამის თაობაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა სამართალდარღვევებზე რეაგირების ოთახს, ეგრეთ წოდებულ მე-12 ოთახს, რომელიც არის გულუას ქუჩაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არ მისული ხელმარჯვნივ პირველ სართულზე, სადაც თქვენ მიიღებთ ამომწურავ ინფორმაციას, თუ როგორი ფორმით უნდა გამოიტანოთ ეს მართვის მოწმობა და როგორ გაუგზავნოთ თქვენ შვილიშვილს შემდეგ. მადლობთ. არაფერს, დიდი მადლობა ბატონ შალვას და თქვენ რომ დაგვირეკეთ. მოკლედ ბატონ შალვა, აღნიშნეთ თქვენ რომ ძალიან პრაქტიკულია ელექტროავტომობილი. ანუ ის რომ მხოლოდ 130 და 150 კილომეტრს გადის, ეს არ ქმნის დისკომფორტს და პირველი განცდა რაც არის ხოლმე ელექტროავტომობილზე, ის მოკლე მანძილს გადის და მეორე ეხა ეგ მატენინე კიდე წარამარა. ესე იგი მე შევეცდები, გადმოგცეთ, ესე იგი ეს როგორი ვარიანტია, აი რო ჩაჯდები, მე ვთქვი რომ მენტალიტეტს სulis, ხო? ესე იგი ჩვენ ჯდებით ავტომობილში გადავწევთ გასაღებს რომ მოვმართოთ ძრავით, დავკოთ ძრავი, ასე ვთქვათ. და ნუ ველოდებით ძრავეს სპეციფიურ სტარტერის გაშვებას რაღაც ხმას და შემდგომ უკვე ძრავი ამუშავდება და ხო. ნუ ესე იგი რო ჯდები პირველი რაც შოკავს არის სიჩუმე. ამ გასაღებს გადაწევ და არაფერი არ იქოქება. აბსოლუტურად. ანუ ეს იგივეა რომ შტეპსელით თქვათ ჩამთველით შუქი ჩართედ სადღაც. ნუ არაფერი არ იქოქება აბსოლუტურად. ამის შემდგომ აჭერ აქსელერატორს, ნუ გას პირობითად გას, თორე შეულებრივი რეოსტატია იმ ელექტროძრავის და ეს მანქანა იძრება უხმაუროდ. ნუ ეს არის პირველი, ასე ვთქვათ, ერთგვარი კულტურული შოკი, როდესაც შენ ელოდები რაღაც გრუხუნს, რაღაც. ნუ მეორე მხრივ შეიძლება კარგია სპორტული ავტომობილი თუ იყოს, მაგრამ შეულებრივი მანქანა. ნუ მოკლედ ამის შემდეგ განსაკუთრებულ ყურადღებას, აი რაც ყურად, აი ესეთი დაგამახსოვდება, ეს არის საკმაოდ ესეთი საშინელი დინამიკა, ანუ აჩქარება საშუალო დიაპაზონში. თქვენ უკვე ბენზინზე მომუშავე ძრავზე მიჩეული ხართ ზაზა და რომ დააწევთ რაღაც გარკვეული ინერციულობა მაინც გააჩნია ამ იმას ბენზინზე მომუშავე ძრავას. აძრის ცოტა თითქოს საიფურხილებს ცოტა საიფრუტუნებს და მე როგორც წესი სწორედ იგი იწვება მეტი სტილის აწვავისა. დიახ, ამ გარდამავალ რეჟიმზე. აი აქ უკვე
ელექტროძრავი არის, აი როგორც აი შურდულიდან გაგისროლონ, აი ესე ისვრის ეს ავტომობილი. აი გასაოცარი ასეთი ელასტიურობა, აი ამ ახასიათებელს შუა დიაპაზონში პროცესს, როდესაც ძრავას გააჩნია მიმღეობა, ხომ? აი ამ თვისებას ქვია ელასტიურობა ძრავის, რომ საშუალო დიაპაზონზე რამდენად კარგად რეაგირებს აჩქარებაზე. არაჩვეულებრივი ელასტიური ძრავია, რომ მაქსიმალური სიჩქარე აქვს 130-140-მდე. ფორმულა მარტივია. ჩქარა მიდიხარ, ბევრი იწვება დენი, ნელა მიდიხარ, რაც უფრო ნელა დადიხარ, ნელა იწვება. ნაკლებად იწვება საფრთხე. ხო, აი ეს არის. ბაზონშალო, თქვენ იმდენად კარგი მოსაუბრე ბრძანდები და იმდენად საინტერესოა ჩემთვის ელექტრომობილები, რომ რაღაცა გადაუხვიეთ ალბათ თემას და მოდით პირდაპირ ეთერში აი დავდოთ პირობა და შევთანხმდით, რომ ელექტრომობილებს ჩვენ ცალკე მივუძღვნოთ გადაცემა. ელექტრომობილები და ჰიბრიდები. რასაც თქვენ ახლა ამბობთ და ზაზა მე სარგებლობ შევთხოვით და თქვენ გიწევთ, რომ თქვენ გადაცეთ ერთია მე ჩემი შტაბ-ბიჭდილება, მაგრამ აი თქვენ პირველი ადამიანი, რომელიც პირველად მიუждდება ამის საჭეს, თქვენ გადაცეთ ხელი შტაბ-ბიჭდილება. დიდი სიამოვნებით, დიდი მადლობა. მე დაახლოებით ხვდები, რაზეც საუბრობთ, იმიტომ რომ არ მიტარებია ელექტროავტომობილი, მაგრამ მიტარებია ჰიბრიდული ავტომობილი, რომელზეც ვიგრძენი ის პრინციპები, რაზეც თქვენ ახლა საუბრობთ. პირველი დაცვის რეჟიმი ელექტრორეჟიმი. იყო ჩემთვის აი გასაკვირი რამ. იმეც ვიტოვებ, რომ ელექტრომობილები და ჰიბრიდული ავტომობილები იქნება მზე რეალობა და არ იქნება, ესე ვთქვათ, პერსპექტივა ჩვენ ქვეყანაში და იგი დაემკვიდრებს ისეთ ადგილს, როგორიც თავის დროზე შავი ვოლგით და შემდეგ უკვე სხვა მანქანებით ვიარეთ, ჩვენ ის ფსიქოლოგია და ფილოსოფიაც განვიხილეთ, რასაც ქართველი კაცის მანქანისადმი მოპყრობას გულისხმობს და გავაგრძელოთ თქვენ საუბარს. არსებობს ასეთი გამოთქმაც კი, ცოლს ნაკლებად უვლის ვიდრე მანქანას და მანქანაში ჭუჭყიანი ფეხსაცმლითაც კი არ ჩაქსვამს. აი ეს მიდგომა. ალბათ კარგი, არ ვიცი, მაგრამ რაღაცა ზედმეტად რაღაც გაფიტიშება, რაღაც ესეც არ ვარ. თუმცა, რამდენად ეს კარგია, ჩემი სამძღოლო პრაქტიკიდან გამომდინარე, რჩება შტაბ-ბიჭდილება, რომ ჩვენ როგორც მძღოლები კულტურასთან გვაქვს გარკვეული პრობლემა. რაღაც კუთხით და მგონია რომ ზოგადად საზოგადოებრივი განწყობის, შეგრძნების, ცნობადობის, ფილოსოფიური ხედვის აი ამ ყველაფრის გამოძახილია იგივე ავტომობილების სტარება და ისიც რომ ავტომობილის სტარების მიხედვით შეგვიძლია ადამიანის ხასიათი გარკვეულწილად ამოიცნო, ესეც არ არის აბსურდული და რეალობას მოკლებული. ჩემი აზრით ის რაც ქალაქში გვაქვს საცობების კუთხით გასაგებია რომ ნუ თავის დროზე ისე აშენდა რომ ალბათ ამდენი მანქანის გამტარუნარიერობაზე არ იყო ეს გათვლილი გვაქვს ვიტრო ქუჩებით განსაკუთრებით ძველ უბნებში, მაგრამ გარდა ამისა ძალიან უწყობს ხელს ჩვენი ცუდი მიდგომა და არასწორი პარკირებით გამოწვეული საცობი, მანქანის გვერდზე გაჩერებით საუბრით და უკან რო რიგი დგას ყურადღებას რო არ აქცევ და ისიც რომ საწინააღმდეგო ხარ ორმა გერძულას გადაკვეთავ საწინააღმდეგოზე გარბი ხარ და თან რაღაც ისე შეგრძნება აქვს რომ შენ უნდა გაატარო. შენ გზაზე მოდიხარ, ის საპირისპიროზე და თან უნდა გაატარო. და ხალხი ვაკვირდები რომ ატარებს. ზაზა, თქვენ არჩეულებრივად დასვით აქცენტი, ესე იგი ისევე როგორც ადამიანის ავადმყოფობის გამომწვევი შეიძლება იყოს რამდენიმე ათეული ათასი ვირუსი და ავადება და შემდეგ, ასევე საცობის გამომწვევი არის აი ძალიან ბევრი ფაქტორი. თუმცა ამ ბევრ ფაქტორებს ორ დიდ ნაწილად შეიძლება დავყოთ. ერთი არის ობიექტური მიზეზები, რომელსაც ჩვენ ვერ შევცვლით, ну ეს არის ჩვენი ქუჩების სივიწროვე, დიდი რაოდენობა ავტომობილების, ასე ვთქვათ, თბილისის მოსახლეობის რიცხოვნობის ზრდა. ამას ვერაფერს ვერ უშველით. ну ასეთი თბილისის ლანდშაფტი, იმისთვის რომ აქ რამე კორექტივები შევიტანოთ. ჩვენი დედაქალაქის ისტორიული ლანდშაფტი, ამას ვერაფერს ესეთი გვარგუნა უფალმა, ამას ვერ შევცვლით. მაგრამ მეორე ეს არის სუბიექტური ფაქტორი. აი სუბიექტური ფაქტორი ორ ნაწილად შეიძლება გავყოთ. ეს არის რაც არის დამოკიდებული ხელისუფლებაზე, მთავრობაზე, ადგილობრივ მმართველობაზე და მეორე ჩვენზე. თქვენ ახლა ძირითადად აქცენტი დასვით ჩვენზე, ანუ მძღოლებზე, ჩვენზე რა არის დამოკიდებული. იმიტომ რომ ჩვენ პირველ ნაწილში ამასზე გარკვეულწილად ძალიან სწორი, იმიტომ რომ ყველა რატომღაც გაურბის ჩვენზე საუბარს. ჩემზე, თქვენზე, თითოეულ ჩვენთან ყველა თulis რომ როდესაც სამძღოლო კულტურაზე ვიწყებს, საუბარს ეს მას არ ეხება, ეს ეხება მეორეს, სხვას, მეზობლებს და თუ ჩვენ საერთოდ ავადმყოფობის კურნალობის, ხო სამძღოლო კულტურის უქონლობა ერთ-ერთი ავადმყოფობა, კურნალობის ერთ-ერთი ნაირსახეობა არის ის, რომ ადამიანი უნდა გამოუწყდეს თავისას, რომ მას რაღაცა წესრიგში ვერ აქვს. აი რომ ავიღოთ ბევრი ასეთი დაავადება სოციალური მაგალითად ლოთობა, ნარკომანია რა არ განიკურნება თუ ადამიანმა არ თქვა რომ მას პრობლემა აქვს ალკოჰოლთან და შიგნიდან არ დაიწყო ამასთან ბრძოლა თუ არ გადაწყვეტ. ამიტომ ჩვენ შიგნიდან უნდა დავიწყოთ ამ მიზეზებთან ბრძოლა, რაც წარმოშობს ჩვენს გამო პატარა კერას საცობის. მაგალითად მეორე რიგში გაჩერებული ავტომობილი სიმსიმა რეჟიმზე ჩართული. ეხლა შეიძლება ვაკრიტიკოთ მთავრობა და გაძლევთ პირობას, მე როგორც ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი არ ვაკლებ და არც დავაკლებ
ხელისუფლებას კრიტიკას, მაგრამ აი როდესაც მისდევ მაგალითად მეორე რიგში მიდიხარ თავისუფლად, პირველ რიგში მიდის ავტობუსი და მის უკან მანქანა ავტობუსი რო შეანელებს მოსახლეობის მაჩვენებლის გარეშე, ამ სიმსიმას გარეშე, მაჭუტის გარეშე, მარცხნივ აიღებს და პირდაპირ ჩაგიჭრის, ხო? ეს ხო მთავრობის ბრალი არ არის. ეს ხო ცოტა სხვა რამის ბრალია. მაგრამ ბოდის მოვიხდი რომ გავაგრძელოთ აქვე. როდესაც საქალაქო ტრანსპორტის მძღოლი ავტობუსის მძღოლი ან ყვითელი სამარშრუტოს რომელიც დაკავშირებულია ხო მუნიციპალიტეტთან როდესაც იმის მძღოლი ყოველგვარი სიმციმას გარეშე წარამარა უხვევს და აჭერებს თქვა გასაგებია ავტობუსის გაჩერება მე დავიწყე ჩვენზე ჯერ ჩვენზე ლაპარაკობ კალებში ჩვენზე რა თქმა უნდა ეს არის დიდი აბსურდი როდესაც ავტობუსის გაჩერებების მონიშმა ეს მინისამეცნიერო ნაშრომია სად შეიძლება გაჩერებას და ამ დროს ყვითელი მიკროავტობუსებისთვის აბსოლუტურად ესეთი სრული კარატბოლანში სადაც მოგინდება შუქნიშნამდე შუქნიშნის მერე ზეჩუქნიშაზე გზაგზარებათ რომ მარჯვენა უკიდურეს ზოლზე გააჩერა ზოგჯერ ეს ნუ ეხლა მიკროავტობუსის ზღოლები ამას ამბობენ რომ ეს არის კლიენტის ბრალი მე მესმის რომ კლიენტი ყოველთვის ცდილობს რაც შეიძლება თავისთვის კომფორტულად გზავრი ყოველთვის მისთვის კომფორტულად უფრო ახლოს შეძლების და გვარად ახლოს გააჩეროს მაგრამ არსებობს წესი როგორც ამბობენ ჯერ წესია საქმე და მერე საქმეა საქმე ეს წესი მძღოლმაც ყვითელი მიკროავტობუსი ჩვენც როგორც მგზავრმა მძღოლმა და ქვეითმა აი ეს რაღაც დაუთქმელი ხელშეკრულება თუ არ დაჩაუთქვით ერთმანეთს რომ ამას შევასრულებთ ჩვენ თავზე დაგვემხობა არავით არის წესი და ჯარი ამას არ უშველის სამწუხაროა მე ისე ჩვენზე ვლაპარაკობ სამწუხაროა ის რომ ბევრი ადამიანი უბრალოდ არ იცის რომ ქვეითად მოსიარულე რომელიც დგას ზებრაზე ეგრეთ წოდებულ ზებრაზე ქვეითად მოსიარულეთა გადასასვლელზე ხო წითელი ანთია თუ არ ანთია მას გზა უნდა დაუთმოს ჩვენ ხო ხშირად ვამბობთ რომ მივდივართ ევროპისაკენ არა როგორ მოდი მივბაძოთ რა ევროპაში და რატომ არ არის იქ ესეთი საცოფირო აი მაგალითად დანიური სახლიდან გავდივართ პეკინის ქუჩაზე და წითელზე ვდგევარ და ველოდებით რო აინთოს წვანე რომ მარჯვნივ მოუხვიოთ როგორც კი მარჯვნივ მოხვევის უკვე მაშინაც არის იქ ზებრა ზებრა და ამ გზავრებსაც მწვანე ისა ქვეითად მოსიარულებსაც მწვანე კვეთავენ ერთმანეთს ავტომობილები და ფეხით მოსიარულეები თუ ვართ ევროპელები ევროპული წესი კონვენცია ბოლოს და ბოლოს ხელი გვაქვს მოწედა ბოლოს და ბოლოს გამოცდა რომ ჩავაბარეთ იქ წერია რომ უნდა დაუთმო როდესაც შენს გინთია მწვანე და ქვეითად მოსიარულესაც მწვანე უნდა დაუთმო ქვეითად მოსიარულეს ასე ხდება ევროპაში მოთმინებით ელოდებია როდესაც ისინი გადიან და ამის შემდეგ აქ ჩვენთან რა ხდება იწყება უკნიდან სიგნალი საჩვენებელი თითის საფეთქელთან მიტანა კიდე სხვა ჟესტიკულაცია და შემდეგ ეს სხვა არაფერია თუ არა იმის ბრალი რომ სახელმწიფომ უარი თქვა ისეთი საგანმანათლებლო სეგმენტის მოშლაზე როგორიც არის მაღალ კვალიფიციური ისეთი მაღალი რანგის პედაგოგი ინსტრუქტორებისგან დაკომპლექტებული ავტოსკოლების აი ეს კორპუსი და ასეთი საგანმანათლებლო სექტორის გარეშე ძალიან ძნელია ინტერნეტით ვერ ისწავლი უბრალოდ ადამიანი სწავლობს ესეთი კოგნიტური მსგავსებით როდესაც პედაგოგი რა არის აღზრდა ეს არის კარგი ეს არის ცუდი როდესაც პედაგოგი გასწავლის კარგს და ცუდს რაც შეიძლება და რაც არ შეიძლება ეს კომპიუტერი ვერ გასწავლის ვერასოდეს კომპიუტერი შეიძლება ზოგადი ცოდნა მოგცეს ზედაპირული ცოდნა მოგცეს მაგრამ დანარჩენი გამომუშავება ამ უნარჩვევების ხდება აი თბილისის გადატვირთულ ქუჩაში როდესაც დაგიჯდება ინსტრუქტორი მაღალი რანგის ინსტრუქტორი და არა ვინმე რომელსაც თვითონაც არ აქვს უნარჩვევები ტარების რომელიც ტარებას ხშირ შემთხვევაში ასწავლის მხოლოდ იმისთვის როგორ აიღო მართვის მოწმობა ანუ დაძარი გააჩერე უკუსვლით შეაყენე წარმოსახვით ასე თქვათ გარაში ამ ესეთი ალმები როა ჩაჭობილი და უკან ჩაყენება სასწავლია როდესაც უკანა მარჯვენა სამკუთხა მინაში ბჭყალებში ვეტრავიკში გამოჩნდება მესამე ფლაჟოკი მაშინ უნდა დაახვიოს საჭე მარჯვენა როდესაც იქ რეალური ის გასაჩერებელი დასაპარკინგებელი ამ ფარეხში ხდება მესამე ფლაჟოკი რო არის რაკნას და აქედან გამომდინარეა საცობი რატო არის რომ ჩვენს დედაქალაქში წვიმის მოსვლა არის კატასტროფა წვიმის დროს დედაქალაქში მოძრაობა ჩერდება უბრალოდ ადამიანებმა არიციან წვიმის დროს როგორ იმგზავრონ არიციან როგორ
ელემენტარული რამე, როდესაც მინა შიგნიდან შეიორთქლება, რა უნდა გააკეთონ. არ შეიძლება ხელით გაწმენდა, იმიტომ რომ ხელის სხემი უარეს შვება. რომ ამისთვის უნდა ქონდეს სპეციალური ჩვარი, რომელიც გაჟღენთილია წინასწარ საპნიან ან ჟელეი ან რა ქვიან ნარევში და რომელიც ხელს უშლის ორთქლის წარმოშობას. ბოლოს ამ ავტომობილის გარდა ბევრი ღილაკი აქვს და უნდა იცოდე რომ ამ ღილაკი რომელიც ამ წინასწარ აშორს და აქვე ვეტყვი მძღოლებს რომლებიც საჭესთან არიან ინფორმაციისთვის რომ შემთხვევით აღმოაჩინე ელიავაზე არ ვიცი ხლა ალბათ ბრენდულ მაღაზიებშიც არის მე არ მომისინჯავს სპეციალური ტილოა რომლითაც როგორც ამიხსნეს შიგნიდან როცა გაწმიდა ავტომობილის შუშას ხო ის აღარ იორთქლება რაღაც გარკვეული პერიოდი ესე იგი მე საიდუმლოს ექსკლუზიურად თქვენი გადაცემის მეშვეობით გაუმჟღავნებ ჩვენს რადიოს მენელებს განსაკუთრებით დამწყებ მძღოლებს და განსაკუთრებით ქალბატონებს და დარწმუნებული ვარ რასაც ახლა გეტყვით არავისთვის არ უსწავლებიათ საერთოდ საპონი ხო ხელს უშლის ზედაპირული დაჭიმულობის წარმოშობას აი მაგალითისთვის შემიძლია თქვა რომ საპნის ერთი წვეთიც კი ზედაპირულ აი ზალა რაც გააჩნია სითხეს ამას შლის ანუ ორთქლს ძალიან ეშინია საპნიანი ნარევით ან ჟელე აი ჩვეულებრივი ჩუჩლის გასარეცხი ჟელეში რომ დაასველო ჩვეულებრივი ნაჭერი და გააშრო ხო აი ეს ნაჭერი გადაიქცევა ჯადოსნურ ნაჭრად საკმარისია ერთხელ გაწმინდო ის ორთქლიანი მინა და მას აღარ ეკარება ჩვენ ის თაობა ვართ თორსა საბჭოთა კავშირის დროს სტრატეგიული მტერი იყო ამერიკის შეერთებული შტატები და ჩვენ გავდიოდით ესეთი სამოქალაქო თავდასხმა გეოს გრაჟდანსკაია ბარონა და ჩვენთვის ერთ-ერთი აუცილებელი იყო ასე ვთქვათ აირწინაღის მორგების წესი და სხვათა შორის იქ ერთ-ერთი ასეთი ტესტი იყო რომ აი თუ შიგნიდან დაიორთქლება რა უნდა გავაკეთო და შიგნით სპეციალური პლასმასის ისეთი ჯდებოდა მრგვალი ესეთი დანამატები და რომელსაც უნდა წაგესვათ მრგვალი ესეთი ცარცივით რაღაცა ესეთი ფანქარივით იყო და ეს სად რო დავინტერესდეთ ეს იყო ჩვეულებრივი საპონი ანუ კიდევ მეორე მშრალი საჩვეულებრივი ანუ ჩვეულებრივი აი საპნიანით რო ძველი გადასაგდებად განწირულ საპონს გათხელებულ საპონს თუ ესე ჯვარედინად წაუსვავ ამ შიგნიდან საქარე მინას ან ამ საპნიან წყალში გარეცხილ გაწურულ გამშრალ ნაჭერს თუ გააკეთებთ ის თქვენი ჯადოსნურ ნაჭრად იქცევა და ხშირად ისარგებლონ ან ძალიან კარგი რეკომენდაცია და რჩევა თუ გატესტავთ მე ველოდები თქვენს აუცილებლად აღარ ვიყიდი იმ საშუალებას და ამიტომ რომ ჩაუგდო ბიზნესი რა ქვია მაგრამ ნუ ყოველთვის როცა არ აქვს საშუალება და გზაში ეს არ მოგვიძა ისარგებლოთ ასეთი მარტივი მეთოდით სახალხო მეთოდით ბატონო თქვენ დაყავით სეგმენტებად მიზეზები ამ საცობებისა ნუ ჩვენ ვისაუბრეთ რომ ბევრი პრობლემა გვაქვს ამასობაში სამწუხაროდ 3 წუთი გაგვჩება და მოდით ამ 3 წუთში იქნებ შევაჭამოთ რა შეიძლება იყოს გამოსავალი ამ ყველაფრიდან გასაგებია რომ ჩვენი კულტურა უნდა დაიხვეწოს ასე იგი მე შევეცდები სწრაფად თქვა პირველ რიგში ხომ მე მინდა მეტი გაბედულებისკენ მოუწოდო ხელისუფლებას საჭირო არის ძალიან მკვეთრი სწრაფი ნაბიჯების გადადგმა საჭირო არის ერთგვარი ხედვის მოქმედების გეგმის ჩამოყალიბება რა უნდა გაკეთდეს 3 თვეში 6 თვეში 1 წელიწადში და 4 წელიწადში დრო არ და რა უნდა გაკეთდეს აი მინიმალურად შეიძლება დაიყოს თქვა შუქნიშანთან არ გაჩერება მაგალითისთვის გეტყვით სასტუმრო აჭარის წინ ხო სასტუმრო აჭარის წინ მოედანი არის გაყიდული ეს ჩვენ მხოლოდ ხრები ვიჩეჩოთ რომ იმ მოედნის გაყიდვა რას ნიშნავს ნიშნავს საცობის წარმოშობას ამ მოედანზე და საცობის წარმოშობას სააკაძის მოედანზე, იმიტომ რომ სააკაძის მოედნიდან მომავალი სატრანსპორტო ნაკადის ჯერაჩერებს ერთ შუქნიშანზე გპ-ის პოლიტექნიკურ მესამე კორპუსთან, შემდგომ მეორე შუქნიშანი ხდება ამ ორკინალთან, ამ დანიურსახთან, მესამე შუქნიშანი ხდება პეკინზე და ამ წარმოშობილი საცობის კუდი ურტყავს სააკაძის მოედანს და შარტავას ქუჩას. ანუ ერთი არის ურბანული პროექტები, არ უნდა იყოს ახალისებული ისეთი ურბანული ვანდალიზმი, როგორი შემწრეცავართ მაგალითად სპორტის სასახლის გარშემო არსებული მდგომარეობა. ან თუნდაც ასათიანი 10 ნომერში მიმდინარე მშენებლობა, რვაცალი 116 მეტრიანი ცათამბჯენი შენდება და ეს კომპლექსი ხომ 2500 ავტომობილზეა გათვლილი. ეს თუ განხორციელდა, სატრანსპორტო კოლაფსი გარდუვალია. ამიტომ ამ ხელისუფლებას დრო არ აქვს ეს ფუფუნება. საჭირო არის სწრაფი გადაწყვეტილება. ან უნდა შეუცვალოს ადგილი იმ ინვესტორს და ეს არის წინა ხელისუფლებისგან მემკვიდრეობით მიღებული, მაგრამ მე არ ვამბობ ცუდი კარგი, მე ვამბობ რომ ცუდია დედაქალაქისთვის, ჩემთვის, თქვენთვის და დედაქალაქისთვის.
დედაქალაქ ჩვენი თბილისი გახდება საავტომობილო ჯუნგლების გაუვალი ქალაქი, სამწუხაროდ. ამიტომ ეს რო არ მოხდეს, საჭიროა სწრაფი ნაბიჯები და ამისთვის საჭირო არის პოლიტიკური ნება და მეტი გამბედაობა. ერთი არის ჩვენ ზედამოკიდებული რაც არის და მეორეა ხელისუფლების მიერ მოძრაობის ორგანიზაცია City Park-ის ასე იგი აღვირა ახსნილი, სადაც მოუნდება წვეტილი ხაზის დახაზვა ან წაშლა, საგზაო ნიშნების სწორად განთავსება, გარკვეული რეგულაციების შემოღება მოძრაობის ორგანიზაციის თვალსაზრისით, მაგალითად აღმაშენებლის გამზირზე ბევრი მარცხნიდან ბევრი ქუჩა ჩამოდის, თავისუფლად შეიძლება სამხრივად გადაკეთება იქ. ან სანაპიროზე რა უნდა უყოთ ამ გმირთა მოედანს, რომელიც ეს ძალიან რთულ პრობლემებს უკავშირდება და კომპლექსურ სახესღებულობს. რადიოსმენელია ხაზზე, იქნებ მოკლედ უპასუხოთ მას. გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ, მოკლედ დასვით თქვენი კითხვა. გამარჯობა. გისმენთ ძანეთ, ჩქარა და მოკლედ. მასალებელი ვარ გპ-დან. კარგად გიცნობ თქვენსა. ვაიპატიეთ თქვენი გვარი ვერ გავიგებ დიდი ბოდიშის მოხდით. ხაზობის გეომეტრიაზე მუშაობდი. მე ვარ 65 წლისა და მან ადრე მქონდა ვაჯის წესკი უდასტავარინებო იყო. დიახ და ეხლა შემიძლია მაგის შეცვლა. კი. ამ წლებში გვაძლევთ ჩვენ უფლებასო ვატარებ. მე რა მოგახსენოთ, მე რა უნდა შეგიცვალოთ, მაგრამ მე ინფორმირებული ვარ, რომ თქვენ უმტკივნეულოდ გადაცვლით მაგ მართვის მოსუმბა სასურველია, რომ თქვენ როგორც ჩვენი ძველი თაობის წარმომადგენელი შენახული გექნებათ ეგრეთ წოდებული ძირი, ანუ ის ჩანაწერი. კი. უმტკივნეულოდ შეგეცვლება. თუ არა და მე დამიკავშირდით ტელეფონზე, ან შემოძებნა არ არის სირთულე და მაგას უფრო დაწვრილებით მოგახსენებთ. ბატონო, გადახდა უნდა რამის იდეა შეშალვა. ბატონო, შალვა საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტია და რეკომენდაციათ მოგცეთ გაითვალისწინოთ და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურას მიმართეთ და იქ მე მგონი მინიმალური გადასახადია. თქვენი ოჯახის წევრი ვინც არის Facebook-ზე მოვძებნოს მე და მე ამას მარტივად დაგიზუსტებ და მოგაცვით მაგ ინფორმაციას. დიდი მადლობა რადიოსმენელს, სამწუხაროდ ჩვენთვის გამოყოფილი საეთერო დროც დასასრულს უახლოვდება, არ მინდოდა პასუხის გარეშე დაგვეტოვა მსმენელი. მე მგონი მოვახერხეთ ეს ამბავი. ისეთი კომპლექსურია ეს თემები, ვერ ამოუწურეთ ბოლომდე. ყოველ შემთხვევაში რაღაცა შეხსენების რეჟიმი ჩავრთეთ საზოგადოებაში, რომ წუთი დაგვრჩა? არა, საერთოდ არაფერი გვანიშნებენ, რომ აღარაფერი აღარ დაგვრჩა. ჩვენ შევთანხმდით წინასწარ, რომ ელექტროავტომობილებს ერთი გადაცემა უნდა მიუძღვნათ. ეს საავტომობილო კოლაფსი და ზოგადად ავტომობილიზაციის თემა, მოძველებული ეს ავტოპარკი, ეს თემები არ არის ისეთი მარტივი თემები, ამაზე ჩვენ იქნებ მომავალში შევხვდეთ ერთმანეთს. მადლობას მოგახსენებთ ახლა მობრძანებისთვის და მიმოხილვით რეჟიმში აი ამ ზოგადი საუბრისთვის მადლობა თქვენ. მადლობა და უსაფრთხო მშვიდობიან გზავრობას უსურვებ თითოეულ მსმენელს. ნახვამდის რადიო მსმენელს კი შევახსენებთ, რომ ზუსტად ერთი კვირის თავზე 2 საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ კვლავ მოსვენთ გადაცემას ავტობოქსი. ყურადღებით. ავტომფლობელებო, ავტომოყვარულებო, ავტომანებო, საგანგებოდ თქვენთვის ავტოსიახლეები, ავტოფაქტები, ავტონიუსი, ავტოისტორიები, ავტონოვაციები, ყველაფერი ავტომობილების შესახებ. ავტოპორტალი ავტობოქს G და რადიო იმედი წარმოგიდგენთ ერთობლივ პროექტს ავტობოქსი.